2013 წლის ნოემბრის თვეში საქართველოს პარლამენტო ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171 მუხლში და ევროპული ქვეყნების კანონმდებლობის მსგავსად დახვეწა ის პროცედურები, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ალკოჰოლური სასმელის მიღებისათვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ადმინისტრაციული წესით დასჯადად ითვლება სტადიონებზე, პარკებში, სკვერებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმა. საზოგადოებრივ ადგილებში ითვლება და იგულისხმება ხიდები, ქუჩები, გვირაბები, მიწისქვეშა გადასასვლელები, სადარბაზოები, კორპუსების მიმდებარე ტერიტორია და ყველა სხვა საჯარო ღია სივრცე, სადაც შესაძლებელია ორი ან ორზე მეტი პირის შეკრება. პირველი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში იჯება, ქმედება 50-დან 150 ლარამდე ოდენობით ჯარიმით, ხოლო სამართალდარღვევის 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 500 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ეს სახელი არ იქნება საკმარისი სამართალდამღვრევის პიროვნების გათვალისწინებით, მაშინ სასამართლო უფლებამოსილია, რომ ამ შემთხვევაში პირის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პატიმრობის ზომა 15 დღე-ღამემდე ვადით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პირის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება კვების ობიექტებში ალკოჰოლური სასმელის მიღებისთვის და ასევე ისეთ ტერიტორიაზე, ისეთ ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა არის ნებადართული.